ChatGPT-ის ახალი ვერსიის GPT-5-ის გამოსვლამ ძალიან ბევრი მithქმა-მოთქმა, უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მოლოდინი იყო ამ ახალი მოდელის მიმართ და ეს მოლოდინი არ იყო რაღაცა უსაფუძვლო, ასე ვთქვათ, ყველა დარეგონათ ადამიანებს, რომ რაღაცა ახალი და რაღაც ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო და რაღაც ძალიან დიდი გაუმჯობესებები უნდა მოეტანა, რადგან თავად OpenAI-ც ამ ასე ვთქვათ, მოლოდინს მარკეტინგულად ძალიან მაგრად ყვებავდა, მაგრამ რა მოხდა? რეალურად მოხდა ესეთი რამ, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც მაგალითად სამ გამოვიდოდა GPT-5, მანამდე ტესტავდნენ ამ მოდელს, ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ძალიან აქტიურად დაეტესტათ ძალიან ბევრი დღის განმავლობაში. ჰქონდათ წვდომა ამ GPT-5-ის API-სთან, ანუ იმ სისტემასთან, რომლითაც შეგიძლია სხვადასხვა აპლიკაციები და მოკლედ პროგრამული ინტერფეისი ჰქონდეს იმისთვის, რომ რაც გინდა ისაკეთო AI-ის გამოყენებით და ეს ადამიანები იუწყებოდნენ, რომ რაღაც ძალიან მაგარი ახალი მოდელი მოდის. მაგრამ სიამდვილეში რა მოხდა? სიამდვილეში OpenAI-ის მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ არა უბრალოდ განავითაროს თავისი მოდელები, არამედ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ, ჩასვას მის კალათაში. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩამოიკიდოს და მიაჩვიოს ChatGPT-ის გამოყენებას. ეს არის მთავარი მიზანი, გახსოვდეთ. ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მიზანი ეგ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს. და ესენიც ცდილობენ, რომ Google-ისგან ან სხვა დიდი ასე ვთქვათ, მოთამაშეებისგან, რა თქმა უნდა, თავი უნდა დაიცვან იმით, რომ სულ ისეთ ნაბიჯებს დგავენ, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ყავდეთ და ეს მომხმარებლები დიდი ხნით შეინარჩუნონ. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური ბიზნეს ასე ვთქვათ, მიზანი და ამას არ ვამბობ იმით, რა ქვია. რაიმე ცუდი განწყობით, რომ აიმე რა შვებიან და ასე შემდეგ. ცუდად იქცევიან და რაღაცა. არა, ეგ არ მაინტერესებს. ეგ ასე ვთქვათ, სოციალისტური ამბავი, რომ ეს კომპანია ესე არ უნდა იქცეოდეს და იქ რაღაც პასუხისმგებლობა და ბლა ბლა ბლა. არა, ბიზნესია თავიანთ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ხო შეიძლება რომ ბიზნესმა თუნდაც მაგ მიზნის მიღწევაში რაც აქვთ, რაღაც შეცდომები დაუშვან ხანდახან და ესეც ეგეთი შემთხვევაა. ყოველ შემთხვევაში ეს ისეთი შემთხვევა არ არის, რომ რაღაცა ChatGPT და OpenAI ამის გამო გაკოტრდეს და რაღაცა, მაგრამ საკმაოდ დიდი მარკეტინგული დარტყმა მიიღეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში GPT-5-ის გამოსვლის შედეგად, იმიტომ რომ მოლოდინები სულ სხვა იყო და იმის გამო რომ ამათ უნდათ რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის კომპიუტერში თუ ტელეფონებში იყვნენ როგორც მთავარი AI იარაღი, მათ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილებები. პირველ რიგში უფასო გახადეს GPT-5 აბსოლუტურად ყველასთვის. რაც ლოგიკურია, როცა გინდა რომ ბევრი ადამიანი იყენებდეს შენ პროდუქტს. რა თქმა უნდა, რაღაც ლიმიტებით, მაგრამ მაინც უფასოა. რაც ძალიან მაგარია. მაგრამ იმის გამო რომ უფასო გახადეს, ჭირდებოდათ და ჭირდებათ ოპტიმიზაციის შესაძლებლობები. ანუ რეალურად ამ მოდელის და ზოგადად LLM-ების გამოყენება ჯერჯერობით მაინც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს თითოეული ის კითხვა თუ თითოეული ის პრომპტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ რაღაცები დავაგენერიროთ. საკმაოდ ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, რომ რაღაცა შეადაროთ თითო პრომპტი, რაღაცა თითო ნატურას ან თითო ლეპტოპს რაღაცა 18 საათი ყოფნის და რაღაც ეგეთი შედარებები არის რა. იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს. ხო და რა თქმა უნდა, ამის ოპტიმიზაცია ჭირდება ნებისმიერ კომპანიას და მოიფიქრეს ეგეთი რაღაც, რომ როგორც ჩანს, რომ გააქრეს წინა
მოდელები, რომელსაც ხალხი მიჩვეული იყო, მაგალითად 4-ზე იყო ძალიან ბევრი ადამიანი მიჩვეული. შეცვალეს მუშაობის ტაქტიკა და აი მაგალითად reasonings რო ეძახიან, ანუ ფიქრის და აზროვნების, ასე ვთქვათ, ფიჩერი რაც აქვს. ეგ ავტომატურად ყველა პრომპტზე აღარ ირთვება. ანუ რეალურად შენ რაღაცას კითხავ, თვითონ ცდილობს ჭკვიანურად ჭყალებში გაარკვიოს რეალურად ეს ისეთი საკითხია, რომელზეც რაღაცა ფიქრის პროცესია, ასე ვთქვათ, და აზროვნების პროცესი უნდა ჩართოს, თუ უბრალოდ შეიძლება რომ სტატისტიკური პასუხით გიპასუხოს და მოგიცილოს თავიდან. ამას წყვეტს თვითონ ეხა ამ ეტაპზე და შესაბამისად, რადგან თვითონ წყვეტს რა მოდში იმუშაოს. აქამდე იყო რომ 4-ს თუ ჩართავდი, კი იქ რაღაცა deep think და რაღაცა thinking ის ქონა ასარჩევი და ეგ უნდა ჩაგერთო, მაგრამ მაგის გარდა ისედაც reasoning მოდელი იყო რა. ისედაც აზროვნების, ასე ვთქვათ, პროცესის სიმულაციას ცდილობდა. ეხლა ავტომატურად მაგას არ ცდილობს. ეხლა ავტომატურად ცდილობს იპოვოს ყველაზე ოპტიმალური გზა, ყველაზე იაფი გზა, როგორ გიპასუხოს, იმიტომ რომ ამდენ ადამიანს, რომელიც უფასოდ გამოიყენებს, ხო უნდა წესიერად მომსახურება და ხო არ აწყობთ რომ რაღაცა მართლა წაგებაში წავიდნენ. კი, შეიძლება მილიარდებს შეულობენ უკვე, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. წაგებაში წასვლა არც ერთ კომპანიას არ უნდა, ხო? შესაბამისად, ეს ოპტიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილება იყო და არა ტექნოლოგიური გადაწყვეტილება. სუფთად ბიზნეს გათვლა იყო ეს. ამან გამოიწვია ის, რომ და ხო და თან კიდე, რაღაც ახალი მოდელია მოკლედ რა. ახალი თვისებები აქვს, ახალი ხასიათი აქვს, ახალი მუშაობის პრინციპებით შეცვლილია და ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან ძველ პროცესზე და ძველ მოდელებზე, ცოტა უცნაური აღმოჩნდა ეს ყველაფერი მათთვის. თან ეს ძველი მოდელებიც გაქრა და ვერ მარტივად, ასე ვთქვათ, ვერ თავდი. ეხლა მე სემალკმანმა თქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გამოვასწორებთო და როგორც მინიმუმ ვინც ფულს იხდისო, paid account-ი ვისაც აქვს, იმათო დაუბრუნებთო legacy მოდელს 4-ო და დააბრუნეს მერე და შეგიძლია რომ ხა ჩამოშალო და legacy მოდელებში სპეციალურად დამალულია legacy მოდელებში მარტივად რო აირჩიო კი არა ჩამოშალო და legacy მოდელები უნდა გაშალო და მერე იქიდან შეგიძლია 4-ოს არჩევა, მაგრამ მარტო 4-ო არის იქაც. და რაღაცები შეცვალეს კიდე რაღაც სამი ოფშენი გაქვს რა. რაღაცა fast mode-ით რაღაცები მოკლედ რა. რაღაცა ცოტა კონტროლის საშუალებები ეხლა დაამატეს მას შემდეგ, რაც საკმაოდ დიდი მარკეტინგული დარტყმა მიიღეს და ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა X-ზე, რომ რაღაცა ვაუქმებ ChatGPT-ს აკაუნტს და კარგად იყავით და bla 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 და ბევრმა გააუქმა სხვადასხვა. როგორც კი კატასტროფა არ არის, მაგრამ ხო, ეს ამბავია რა და საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანის კომენტარები ვნახე, თავიდან რომ ძალიან აღფრთოვანებული იყვნენ ChatGPT 5-ის გამოსვლით, მერე რომ არ მოეწონათ რაღაცები და მერე იგინებოდნენ და იფურთხებოდნენ და საბოლოოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ეხლა ძალიან ინტენსიურ, ძალიან ცხელ შეჯიბრში. ძალიან ცხელი შეჯიბრის მონაწილეები ვართ და ჩვენი გულის მოგებას ეცდება ყველა დიდი თუ პატარა AI კომპანია. აბსოლუტურად ყველა. და ასეთ პროცესებში დაუშვებენ შეცდომებს, ზოგი დაუშვებს გამოუსწორებელ შეცდომებს, ზოგი არც ისე, მაგრამ აბსოლუტურად ყველა დაუშვებს შეცდომას. აი ამის გათვალისწინებით რეალურად უნდა გვესმოდეს, რაც ხდება და არაფერი რაღაცა განსაკუთრებულად კატასტროფა არ არის. ანუ ჩვეულებრივად, რავი, გავაგრძელებთ გამოყენებას, ვისწავლით ახალი GPT-5-ის გამოყენების ახალ პრაქტიკებს, ამბობენ რომ ცოტა სიტყვა ძუნწიაო, ნაკლებს გელაპარაკებაო, ისაო, ესაო, უფრო რაღაცა ფოკუსირებულია უფრო დეტალებზეო და ასე შემდეგ და შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერი, ოპტიმიზაციის ნაწილიც არის და თან ახალი მოდელია რა. და ის რომ
კომპანიამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მაინდა-მაინც ახალ მოდელებში ბევრი რაღაც შეინარჩუნოს ისე, რომ როგორც ძველი მუშაობდა, ისე მუშაობდეს, ისევ ისეთი ექსპერიენსი იყოს, ასე ვთქვათ, ხო? იმდენად მაინც საწყის ეტაპზე ვართ AI პროდუქტების, რომ მე მგონი არც ისე პრაგმატულია ეგ ამბავი, იმიტომ რომ თუ მაგის შენარჩუნებაზე ფიქრი მოგიწია, როგორც კომპანიას და როგორც ბიზნესს, მაშინ შანსი იმისა, რომ განვითარებას რაღაცა დააკლო და ინოვაციას რაღაც დააკლო, ძალიან დიდია. ამიტომ ხო, რაღაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული აპდეიტი GPT-5 არ გამოვიდა, ჩვეულებრივი ახალი მოდელია, რომლის მიმართაც იყო ძალიან დიდი მოლოდინები და ეს მოლოდინები არ გამართლდა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ. შედირი.